გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკის ხელოვნურ საფარიანმა მინი საფეხბურთო არენამ პირველ საერთაშორისო მეგობრულ მატჩს უმასპინძლა. ბავშვთა ადგილობრივი ნაკრები ჩვენს ქვეყანაში სტუმრად მყოფ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის საფეხბურთო აკადემიის აღსარსდელებს დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი გოლი სწორედ სტუმრებმა გაიტანეს, მასპინძლებმა გასაოცარი ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს. მატჩის დარჩენილი დრო დიდი აღმავლობით ჩაატარეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. უნდა გითხრათ, რომ ეს იყო ზეიმი და იმედის ჩასახვა სამომავლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში დიდი ფეხბურთის აღორძინების და განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დღევანდელი ფესტივალი, რომელიც ჩვენ უზბეკ თანატოლებთან ჩავატარეთ. იბრძოლეს ბიჭებმა, გავიმარჯვეთ ანგარიში 4-2 და ეს მსგავსი ფესტივალები კიდევ ჩატარდება, რაც აუცილებელია ბავშვებისთვის, რომ უცხოელ თანატოლებთან ჰქონდეთ ხოლმე სპარინგი, რომელიც მეტ გამოცდილებასაც შეესწენთ, დაიხვეწებიან, მით უმეტეს ამასაკის ბავშვებისთვის 9-10 წლის ასაკის ბავშვებმა ითამაშეს ახლა თამაში და ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი მათი განვითარებისთვის. მართლმადიდებელ ეკლესიაში ვნების შვიდეული დაიწყო. ეს კვირა ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებს, მაცხოვრის ჯვარცმასა და შემდეგ ქრისტეს აღდგომისთვის მზადებას ეძღვნება. სასულიერო პირები მართლმადიდებლებს მოუწოდებენ თუ აქამდე ვერ იმარხულეს, აუცილებლად შეუდგნენ და მოემზადონ სადღესასწაულო აღსარებისა და ზიარებისთვის. რა მსახურებები გაიმართება ტაძრებში და როგორ უნდა მოემზადოთ აღდგომისთვის